მოგესალმებით. გადავიღოთ შაურმის სახლის მუკბანგი. ანუ 9 საათზე ხომ მოვედი, 9:20 რომ მოვედი ღამენათევის სამსახურიდან სახლში და მეთქი მოდი შაურმას გამოვიძახებ თქო და ნუ ეხლა რა თქმა უნდა ყველაზე ცნობილი და პოპულარული და ყველაზე გემრიელი შაურმა რომელიც არის მაგ შაურმა, მარგე და ეს რა ქვია მესამეც არის რომელიღაცა ხო და ვერც ერთ შაურმა ვერ გამოვიძახე, იმიტომ რომ ყველა დაკეტილი იყო, ძალიან ადრე იყო და ვერანაირად ვერ გამოვიძახე და რაღაცა რენდომ შაურმა გამოვიძახე, ოღონდ 18 ლარიანის ეტყობა ამას რამე სახელიც ძალიან მეუცხოვა. კურიერს არ უკითხავს ეხა სახელი და გვარი ვის სახელზეა და რაღაცა გლოვა თქვენია უბრალოდ მკითხა და კითხო რა და რო გამოვართვი გზაში რომ მქონდა ძალიან ეჭვი შემეპარა მეთქი ეხა ეს ნამდვილად ჩემია თქო, იმიტომ რომ ჯერ არ გამიხსნია, მაგრამ 18 ლარიან შაურმას არ გავს ეს. და თან კიდე მოტანას იმდენი ხანი დაჭირდა რომ ანუ ის ფილიალები გაიხსნა კიდეც და დაიკეტა კიდეც თან ახლოსაა ანუ ეგ ფილიალები და ჯობდა მომეცადა რომ გახსნილიყო 20 წუთში და გამომეძახებინა. სანამ ეს გაამზადეს და მომიტანის მანამდე ის ფილიალებიც გაიხსნა მოკლედ. არ ვიცი რამდენად გავს 18 ლარიან შაურმას თქვენ შეაფასებთ, ცივია და არ არის კარგი დატოსტერებული. ვაუ, ეს უკვე ძალიან დიდი პლუსია. თავიანთი პრინტი აქვს სალფეტკზე. დროდადო ნახე ეგეთი რაღაც. რაღაც ძალიან განსხვავებული არომატი აქვს. ნახევარზე მეტი ლავაშია ჯერჯერობით. დატოსტერება აკლია და არ ვიცი უბრალოდ რატო არ ეცადეს, აი ნახეთ. ძალიან რთულად იღეჭება. იმიტომ რომ დატოსტერება აკლია. ზომას რაც შეეხება 18 ლარიანს არ გავს. გემოზე რაღაცა ძალიან განსხვავებული არომატები აქვს, რომელიც მომწონს, მაგრამ არ ამგონია ამ საშაურმეს ისეთი მუშაობა ქონდეს, რომ ესე ვთქვათ არ ეცადათ დატოსტერება წესიურად, მით უმეტეს ძალიან შორსაა და დიდი დრო დაჭირდა მოტანას.
არ ვიცი რამე соуსი აქვს თუ თვითონ ხორცია გემრიელი. რაც ძალიან განსხვავებული გამოაქვს. აი ძალიან ლაითი გემო აქვს. თითქოს და რაღაც აკლია. კეჩუპი აკლია თითქოს. მოკლედ უცებ შევაფასებ. გავჩიშავ ვიდეოს და соусებს მოვიტან და დავამატებ და ისე შევჭამ გემოზე ვიდეოს გარშე. სომაში დავწერ ძალიან დაბალ ქულას. ფასი ზედმეტად მაღალია ამ ზონისთვის 18 ლარი. აკლია დატოსტერება. თითქოს რაღაც ძალიან მაკლია კეჩუპის ის რაღაცნაირი მომჟაო გემო და ძალიან უცხო გემო აქვს, მაგრამ რაღაცნაირად ზედმეტად ლაითი და ლავაში არის ზედმეტად უხეში. საბოლოო ჯამში რავი 7 ქულას ალბათ და პლუს 1 ქულას ამ სალფეტკის ხათრით დავუმატებ. იმიტომ ძალიან საყვარლობა. წავიდი აბა.